მაძიებლის მესამე სეზონის კიდევ ერთ ეპიზოდს ვიწყებთ. ოთარ საბაშვილი და ცოტა ბერძენიშვილი არიან ჩემთან ერთად. დღეს There will be blood. There will be blood. ამან ისე დამაბნია ეხლა. აი ეს პირველი მუსიკა, ესენი და აი ეს რა შუაში ერთმანეთთან. აი ხარ დამცინა, მაგრამ აი ეს სურათი ხო რა თქმა უნდა ნანახი მაქვს, მაგრამ ერთმანეთში მერევა ჩინგისხანი, ლაოძი და კონფუცი. აი მგონი სანდრო შენ ძალიან კარგად იცოდი ჩემი და კინოს ურთიერთობა და იმიტომ მოგაქ ესეთი მე ხო ცნობილი არა კინომანი ვარ იმიტომ რომ თუ ეგ არის და ეხა არ ვიტყვი მოდი თამაშია რა დავაფიქსირებ იყოს შვიდობა თქვენ და სრულიად საქართველო, მეგობრებო, მაყურებლებო, ძვირფასებო და კარგებო, მაძიებლის მესამე სეზონის კიდევ ერთ ეპიზოდს ვიწყებთ, რომელშიც კლავინდებურად რასადროდისის მოაზროვნეები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ მესამე სეზონი, როგორც უკვე მოვნათლეთ, არის რასადროდის სეზონი და ორი შესანიშნავი ადამიანი, კაპიტანი და მაგიდის მოთამაშე, თუ როგორ მინდვრის მოთამაშე რო ითქმის ფეხბურთელზე, მაგ შემთხვევაში არ ვიცი როგორ ითქმის დაუპირისპირდება ერთმანეთს. ოთარ საბაშვილი და ცოტა ბერძენიშვილი არიან ჩემთან ერთად დღეს მაძიებელში და ჩვენ უნდა ვეძიოთ საქართველოს ისტორიაში და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ადამიანები და მოვლენები. როგორ ახართ? შესანიშნავად მივესალმებით მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და იმედია საინტერესო თამაში გამოგვივა. მადლობა მოსვლისთვის. ძალიან ველოდი მე სამთამაშს და ოთოსთან დაპირისპირება ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც. მე ვიცნობ რა ორივე ამ ადამიანს ძალიან კარგად, ვიცი რომ ისტორიაზე მათთან ერთად თამაშზე უკეთესი რა უნდა იყოს, ამიტომ რა ვიცი, დავიწყოთ თამაში. შევეცადოთ. ხო, სანამ დავიწყებდეთ, მე აუცილებლად მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორს Extra G's, რომელიც გვეხმარება სამხილებითაც გვამარაგებს, რომლებითაც მე თქვენ უნდა გამოიცნოთ კითხვები და გვეხმარება ამ სეზონის წარმატებით განხორციელებაში, ასევე ჩვენს მუდმივ მეგობარს PSP-ს, რომელიც ამ სეზონშიც ჩვენი პარტნიორია, Click Productions, რომელიც იღებს მაძიებელს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად აფორმებს. თქვენს მადლობას გიხდით, ვინც ახლა მოიწონებთ ჩვენს გვერდს, გამოყვებით, ანუ დაგვასაბსქრაიბებთ და დალაიქებთ და კომენტარებსაც დაგვიტოვებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და წინასწარ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მცირე ცვლილებები გვაქვს ამ სეზონში, როგორც იცით, თითო კითხვა მსოფლიო ისტორიაზეც გვექნება, მესამე რაუნდში თემებში არსებულ კითხვებზე ვითამაშებთ და დანარჩენი ისეთი არაფერი, პრინციპში დანარჩენი ყველაფერი იგივეა, ლარიანი უნდა ავაგდოთ. თავიდან რომ გავიგოთ, ვინ იწყებს თამაშს, ერთიანი თუ გერბი? ბორჯღალი. გერბი არის აქ. გერბი. სხვათა პირველ გადაცემაში მეც ბორჯღალი ვთქვი და მე არც ერთი არ დაჯდა. ოპა. არის გერბი. ოთო დაიწყებს, ან თუ გინდა არ დაიწყო? რა, კი ბატონო, დავიწყოთ რა მნიშვნელობა აქვს. კარგი. მაშინ ისღა დაგვრჩენია, გადავიდეთ პირველ დოსიეზე და პირველი მინიშნება არის აუდიო ამონარიდი. ორივე მოისმენთ და შემდეგ ოთო დაიწყებს ფიქრს. ეს გახლავთ აუდიო ამონარიდი, არ ვიცი რა მოგცათ თუ არა, მაგრამ ყურსასმენები ცოტა. უნდა გამოვთოთ ადამიანი. ადამიანი, საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიიდან არის? კი. ჯერათ ესე ვიწყებთ. ხო. მაინც გეტყვი რომ ნებისმიერი სფეროდან შეიძლება იყოს ნებისმიერი. კი ბატონო, ხო, რა ვიცი. ბევრი სიმართლე გითხრა, ნამდვილად ვერაფერი. რაღაც უცნაურ თქვა
ორკესტრის ხმასაც არ გავდა, რაღაც რეალი იყო, ცოტა უცნაური, არ ვიცი. იქ შეიძლება ხარისხს დავაბრალოთ. ხო, რაღაც თითქოს მინდოდა გავამეცნო რა ინსტრუმენტი იყო, მაგრამ მაგაზეც თლად ბოლომდე ვერ მივედი. თავ შევიკავებ ამ ეტაპზე. კარგი, რა თქმა უნდა. რაიმეს დაფიქსირების გამო თუ თავი შეიკავა, შენ ხო არ მოგცა ამ მუსიკას? ადამიანია ხო? ხო. ადამიანი საქართველოს ისტორიიდან. მუსიკა რო გითხრა რომ მეცნოთ ხო მოგატყუებ? ხო? თქვათ არის რაღაცა საოპერო ნაწარმოები. რომლებშიც მე მაინც დამაინც ვერ დავიკვეხნი რომ ძლიერი ვარ. შეიძლება დავიცი ქართული ოპე საოპერო წერლებიდან ზაქარია ფალიაშვილი მახსენდება ერთი ახლა. სხვა ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ადამიანი არის გამოსაცნობი საქართველოს ისტორიიდან ამ მუსიკით არ გარისკავ არაფერზე. ნუ ეხლა ზაქარია ფალიაშვილს ხო არ ვიტყვი მართლა და ზაქარია ფალიაშვილს მაინც გაგიფილტრა ვქონდა წინა სეზონებში და არ მეორდება ხოლმე. ოკეი, მაშინ მოვალევა რომ გაგიფილტრო ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მე თუ არც ვაპირებდი ცხადია, ხო, მაგრამ ოკეი. დაველოდები შემდეგ მინიშნებს. კაი, ნუ მაშინ მეორე მინიშნებაზე გადავდივართ. გამოიყურება შემდეგნაირად. ცოტასაც ვაჩვენებ, მაგრამ ჯერ 400 ჯერია. უსასმელები ხო? კი. ვინ შეიძლება ესენი იყვნენ? შეიძლება რაღაცა მოდელების ვიღაცის თქვათ შედარებით მე ხანდაზმულობის სურათებია, რაღაც ისეთი თითქოს ისეთი გამომეტყველება აქვთ. საერთოდ თუ უკავშირებ პირველ მინიშნებას მუსიკას და ამ ხალხს ვერანაირად ვერ უკავშირებ ერთმანეთს. ეს შუა გოგონა თითქოს რაღაცა აშკარად რაღაცა ესეა სარეკლამო გადაღება, რატომღაც აი სამოდელო საქმისკენ წავედი და შეიძლება საერთოდ სხვაგანაა. რაღაც ლამაზები არიან და ხო, მაგრამ ნუ აი რაღაც ამ ასოკოვან ქალბატონებსაც ეთყობა, რომ რაღაც ესეთი სილამაზის აშკარა ეს კვალი და ეს ეთყობათ და ამან წაგიყვანა სამოდელო საქმისკენ, მაგრამ შეიძლება საერთოდ სხვაგანა ვარ და საერთოდ და თან ივარაუდე რომ პირველი ქართველია. პირველი ქართველია, ანუ ქართველი ადამიანი ამათთან დაკავშირებული საბოლოოდაც ქართველია გამოსაცნობი. ბოლოდაც გამოსაცნობი. აი, თუ გინდა არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი ნამდვილად. ცოტას თუ ეცნობა. ვაიმე. აი ეს შუა. ხო. თან გავს, მაგრამ არ მგონია ის იყოს. ის. ბიორკს. მახედან. ისლანდიელ მომღერალ ბიორკს. წააგავს. აი ეს ძალიან მეცნობა. აი აშკარად ეს ფოტო მინახავს. ჩემგან მარჯვნივ რომელიც არის, ანუ თუ მარცხნიდან წავყვებით რიგითობით მესამე შეიძლება წერა ქართველი ადამიანია გამოსაცნობი, ხო? ქართველი ადამიანი. აი ხა მუსიკაზე რო ვფიქრობდი შეიძლება ყოფილიყო რაიმე კინომუსიკა, ვთქვათ რომელიმე ფილმიდან, მაგრამ თვითონ მუსიკა ისეთი შესრულებით იყო, რომ მეეჭვება ყოფილიყო რომელიმე ძველი ქართული ფილმი ან საბჭოთა დროს გადაღებული ფილმი ან რაღაცა, მაგას ვინ არიან ეს პირველი ქალბატონის მეცნობა, მაგრამ სახელებს და გვარებს რამდენად არიან ქართველები, ეგეც კაი, ფერებს რო შევხედოთ, თქვათ ცისფერი ფერი, წითელი ფერი და შავი ფერი. რამე ქვეყნის დროშა ხო არ არის, მაგრამ ძალიან ვარ დაგაბნიოს მაგას არ აქვს. ხო, ანუ მე ხელ ვფიქრობ, რომ ყველაფერს შევხედო, ყველასაც შავი. ეგ მესმის. რაღაცაში შეიძლება ლოგიკების დაჭერა. ხო, შეიძლება რაღაც საერთო სახელი აქვთ და მე ეგ სახელი ჩვენი კითხვის გმირის სახელს იმეორებს. შეიძლება ეგეთი ლოგიკაც იყოს მინიშნებაში, შეიძლება. მაშინ ბიორკი არ მგონია ეს რო იყოს. ბიორკა ვიღაცა, ბიორკა. ხო, რაღაცა, მაგრამ ბიორკს ბიორკი ერქვა, მეგონი გვარი ამბობს. რაღაცა, ხო, რაღაცა დოტირი რო იქნებოდა, ეგ ცხადია. გუდმუნს დოტირი მართლა? ხო. ბიორკ იღიმის, იცინის არ ვიცი, ახლა ძალიან მარჩია. აი, ხო არ გადავიდეთ მესამე მინიშნებაზე. ჯობია რომ მესამე მინიშნებაც
დავხსნათ. მესამე მინიშნების დრო დგება ჩვენს შოუში, როგორც იტყვიან ხოლმე. არ უკრავს. მაგრამ თუ ელემენტებს ჩავდებთ, აუცილებლად დაუკრავს. მესამე მინიშნება გეცნობათ ყველას ეს ღილაკი, ექსტრადან მოვიპოვეთ ეს ღილაკიც და ოთარის ფიქრის დრო. უკრათ ეს ის ღილაკია მუსიკალურ კონკურსებზე როა რაღაც შემდეგ წრეში გადასვლა არ გადასვლას უაღნიშნავს ხოლმე? ეგრეთ წოდებული ბაზერის ღილაკი. ამან ისე დამაბნია ეხლა. აი ეს პირველი მუსიკა ესენი და აი ეს რა შუაში ერთმანეთთან ხალხო? ბოლოს მიხვდები, მაგრამ მანამდე ისე დავიბენი რომ მე მგონი ბოლოსაც ვერ მიხვდები საერთოდ. მუსიკალური კონკურსი. ну თქვა შეიძლება მარტო მუსიკალური არა, ნიჭიერშიც რაღაც ესეთი ღილაკია ხოლმე, ხომ? შეიძლება აი დამაის მომღერალი არ არის და თქვა რაღაც სხვა საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ რა შუაში არიან ეს ქალბატონები და ის პირველი მელოდია კიდე მოვიწყდა ამასობაში. კი გამახსენდა. ეს არის თქვა რაღაც ეტაპის გადალახვა, ან რაღაცა მოწონება, ან თქვა ეს შეიძლება იყოს რაღაცა ტურის გავლა, შემდეგ ტურში გადასვლა, არა კონკურსში, რაღაც შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლა, თქვა შეიძლება იყოს. ორქულიანი მინიშნებაა და ხო, შეიძლება ეგეთი რთული არ იყოს. ანუ ეხლა უკვე უნდა გამარტივებული იყო და გამარტივების მაგივრად სრულ პროდუქტს. იცი რა არის, შეიძლება გამარტივდა, მაგრამ საერთოდ ვერ უყრე ამ სამი მინიშნების ლოგიკებს ერთად ვერ უყრე თავს აბსოლუტურად რა. დავნებდი. არაფერი არ დააფიქსირა ოთო. ისეც არ ვთქვამს? არა. ჩვენს გეტყვი ბაზერის ღილაკი ეგრეთ წოდებული. ხო, ბაზერის ღილაკია, მაგრამ ეხა ხომ თუ ეს ხალი უნდა გავიხსენო ვინ არის, მაგრამ ვერ ვიხსენე. მე ხო გვეტყვი. კი, აბა. ხო, იმიტომ რომ ძალიან მუღამში ვარ, მოკლედ არის აშკარად ვიცი ვინ არის რა. უბრალოდ არა მხოლოდ ეს ხალი მინახავს, არამედ ეს ფოტო მინახავს, როგორც ახლა. არ გამორიცხავ აბსოლუტურად. ბაზერი სამი ხალი ბაზერი კიდე ისთვის არის რაღაც ნიჭიერში, რაღაცა პროექტებში იყენებენ ხოლმე ამას რაღაცა ან გასაჩერებლად ადამიანების ან X ღილაკი ეს ხო X-ი ცუდი რაღაცა იდეაში. ხო, თუ დააჭირეს, ვერ გახსოვთ. წითელი X თქვათ. თუ დააჭირეს, ვეღარ აგრძელებ რაღაცას. ხო, გადავიდეთ შემდეგ მინიშნებაზე. კი, ჭუბია თორე. გადავიდეთ. ბოლო მინიშნებას მივაკეთეთ. ვერსია არ ყოფილა აქაც. არა. ორი ახლოს ტრიალის დონეზე. ორი ახლოს ტრიალი. რაღაც ვერსია გაგიჩნდა, არ თქვა ჯერ ოთოს ჯერია. კურსასმენი. მე მგონი სანდრო შენ ძალიან კარგად იცოდი ჩემი და კინოს ურთიერთობა და იმიტომ მოგაქვს ესეთი მე ხო ცნობილი არა კინომანი ვარ. აი ამ ტიპზე ერთ-ერთთვის ჰოლივუდის მსახიობია. სახელი და გვარიც არ ვიცი ამის, იმიტომ რომ მე ხო სამნახევარი ფილმი მაქვს ნანახი. ეს ხო არ არის ნახევარი და ბოლომდე რო არ მიიყვან. და იქ შემოდის მე-40 წუთზე. არა, არ ვიცი, სადღაც თამაშობს ეს ალბათ, მაგრამ რა ვიცი, სად თამაშობს. ბევრგან. ხო, ბევრგან თამაშობს, ფაქტია რომ სახაზე მეცნობა, მაგრამ ეხლა სამნახევარი არ ვიცი, მაგრამ აი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გაქვს ფილმი ამის მონაწილეობით. ხო, ნუ ამის მონაწილეობით, აი რაღაცა ფილმი, რომელიც სახელითაც უნდა ეს ყველაფერი დავაკავშირო, მაგრამ ეხლა არ ვიცი ამის რომელიღაც ფილმი ფაქტია ნახე მაქვს, იმიტომ რომ ვიცი ჰოლივუდის მსახიობია, მაგრამ არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, არც ფილმოგრაფია ვიცი და ძალიან შავათა ვარ. აი, თუ კიდე აღარ გაწვალებ მაშინ ამ კითხვაზე. კაი, არ მინდა მე ამაზე და გამოისოს რა.
არ გითხოვს? მე და ფილმები ხო იცი ძალიან ფილმები ბიჭო, ეს არის ორლანდო ბლუმი. კაი ბატონო. მე ხო და შენ აღარ იკეთებ ხო ბოლო გასროლა. ბოლო მინიშნებად. თქვა შეიძლება პირდაპირ ის ფიქრო. ხო, აღარ არის ჩართული ამ. ფიქრობ რომ არის ხატია ბუნიათიშვილი. რატო? ნუ თავიდან პიანინოთი დაიწყო, მე ესენი ალბათ არიან პიანისტები. რა ვიცი, თითებზე შეიძლება ვიფიქროთ რომ არიან პიანისტები. ეს რომელიღაც პროექტის ჟიურიში იყო ხატია და ეს ქონდა. გამოსაყენებლად, ასე ვთქვათ. ორლანდო ბლუმი რაღაც შუაში. და ვიც მახსოვს რაღაცა ისტორიები, რომ ორლანდო ბლუმთან მეგობრობდა. ოს თვალში რაღაცა არ მხოლოდ მეგობრობდა, ერთად ილინკებოდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, ერთად იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შევიდე, მაგრამ ხო, რაღაცა ორლანდოს და ხატიას სახელი. არა, ოფიციალურად ეგეთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ერთად იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არც ხა თავს ვდებთ ამაზე და არც უარყოფთ. ეს არის ხატია ბუნიათიშვილი, ეს სწორი პასუხია. ელისო ვირსალაძე. ხო, აი, ხო. ჰირომი უეჰარა და მართა არგერიხი. ხო. მართა არგერიხი, იმიტომ გახსენდებოდა, რომ ნუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პიანისტია მსოფლიოში აღიარებული. ხო, არა, ის ხელა ამბებში მარც ელისო ვერცადე რომ ქართველი იყო ის გამოვიცანი მეტი ვერა. ორლანდო ბლუმი ვერ იცანი? ბიჭო, არა, სახელდაგვარი არ ვიცი, მე ხო არ ვიცი ფილმები, საერთოდ. არა, ნუ მეც ხა რო გითხრა სიმართლე კარიბის ზღვის მეკობრეები მაქვს მარტო ორლანდო ბლუმის ნანა. ბეჭდების ბრძანებელი არ გაქვს? ბეჭდების ბრძანებელი თავისთავად ხო ლეგოლასის. ხო, კი ბატონო, ბეჭდების ბრძანების სანახი ყავს ეს ტიპი. რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტიდან იყო ამონარდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, რომელსაც ხატია ასრულებს. 1-0 ანგარიში და მოდი ნახოთ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ ვიდეო. პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფორტეპიანოს 3 წლის ასაკში ეცნობა. 6 წლისა უკვე ორკესტრის თანხლებით უკრავს, 10 წლიდან კი საერთაშორისო ასპარეზეც ჩნდება. ვენის მუსიკის და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იღებს საპრიზო ადგილს რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე. მართავს კონცერტებს პრესტიჟულ დარბაზებში, როგორებიცაა კარნეგი ჰოლი, ლა სკალა, ბერლინის ფილარმონია და სხვა. 2010 წელს ხდება Sony კლასიკის ექსკლუზიური არტისტი და უშვებს 7 ალბომს. 2015 წელს ბრიტანულ როკ ბენდს Coldplay-ს ახალი ალბომის გამოშვებაში ეხმარება. ამჟამად ცხოვრობს პარიზში და აგრძელებს აქტიურ მუსიკალურ კარიერას. გრძელდება მაძიებელი, პირველი რაუნდი ვითამაშეთ 1-0 ანგარიში და მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ ახლა. ამჯერად დოსიეს გამოცნობის უპირატესობა ექნება ცოტას, ხო? კეთილი, გადავიდეთ. შავ საქაღალდეზე. ისევ ქართული ისტორიული პირი, ხო? ხო, საქართველოს ისტორიიდან ადამიანი. და ამ ადამიანის შესახებ ეს არის პირველი მინიშნება. ოთარსაც ვაჩვენებ. ცოტა. ოთარ კურსარსმენები. წარმოდგენა. ესაც მართა არგერიხივით ხო არ? არა, ამაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ეს ნანახი მაქვს და ეს ფოტო. არ ვიცი, სამხედრო პირს წააგავს, რავი, რას ვხედავთ, ეწევა, ჩაცმულობა ეგეთია, თან ესე მოწესრიგებად, ანუ ბოლომდე შეკრული ღილები, სიგარეტი უჭირავს ხელში, სადღაც შორს იყურება, ანუ აშკარად არ ვიცი, ეს თუ საიდანმე რაღაც დიდი კომპოზიციიდან ამოჭრილი ფოტო არ არის და ეს არის ფოტო, ალბათ სპეციალურად ფოტოსთვის ის რაღაც ეს არის სკამზე. ხო, ეს არის ფოტო. ნუ, ოკეი, მაშინ ფოტოსთვის ის. შეიძლება ქართველი საერთოდ არ იყოს, როგორც წინა კითხვის შემთხვევაში მინიშნებები ქართველი არც ერთი არ იყო, პრინციპში ის ფოტოც ნახეთ. და რო დავხედე, რაღაცნაირად გავიფიქრე, რომ ახალგაზრდა დავით კლდიაშვილი ხო არ არის თქო, მაგრამ მე მგონი არ არის. ეხა ჩემ წარმოდგენაში ჭაღარა წვერი გაუკეთე და თმებით შეუვერცხლე უფრო, მაგრამ მე მგონი არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხა ამ ეტაპზე არანაირი ჩამოყალიბებული პირი საქართველოს ისტორიიდან უნდა გავიხსენო, ხო? არანაირი ჩამოყალიბებული ვერსია არ მაქვს და კი ბატონო, მაშინ ოთოსკენ გადავიკან. მე ვიკეთებ, ხო? შენ იკეთებ. ალავერდი შენთან არის. შენ ხო არ გეცნო შემთხვევით? ჯო, არა მეცნო, მაგრამ რაღაცა იდეები გამიჩნდა. საინტერესოა.
ერთი ვერსია მაქვს, მაგრამ აი იქ რაღაც ცოტა იმას სამხედრო პირია აშკარად. აშკარად ეს უნდა იყოს ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ვიღაცა ქართველი არ არის აშკარად, არის ან ინგლისელი, ან გერმანელი. აი ეს უკან აივანი თითქოს გავს მწერალთა სასახლე რო იყო იმის აივანს და ეხლა რო აღმოაჩინეს მან ინგლისელი ერთ-ერთი ინგლისელი რომ მსახურობდა, ეხლა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს წერილები და ისინი რო აქვს დაწერილი. იმ ტიპის სახელდაგვარი არ მახსოვს, მაგრამ ქართველი უნდა იყოს, ეს ვერ იქნება, ხო? მახსოვს, მაგრამ მაინც თავშევიკავ. ხო, ეს ადამიანი ხო არ არის სიტყვაზე ესეთი, იმიტომ რომ ეს აივანი თითქოს მიმომგონე ძალიან ამ წერალთა სასახლეს შეგენ ბაღი როა და ესე თეთრი აივანი როა. იმ აივანს, მაგრამ თუ ეს ის პიროვნებაა ამის სახელდაგვარი გინდვიცოდე, მაინც არ უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ქართველზე გვაქვს საუბარი და ეს ხო ეგ უნდა მეთქვა, მაინც საქართველოს ისტორიიდან. ხო, ეს რომელ ქართველთან ესეთი კონკრეტული კავშირი, რომელიმე ქართულ ისტორიულ მოღვაწესთან მაგის პერიოდში არ მაქვს. რატომღაც გონია რომ გერმანელი ან ინგლისელი ვიღაცა სამხედრო მოღვაწე შეიძლება საერთოდ სხვაგანაა, რომელიც დამოუკიდებლობის 18-21 წლებში აქ საქართველოში მსახურობდა. აი რაღაც თითქოს ეგეთი ვერსია დავხაზე რა. მესმის, არა ფიქსირებ უნდა. ხო, არაფერი არ ვიცი. კაი, ეს მინიშნება აქ დავტოვოთ და გადავიდეთ მეორე მინიშნებაზე. მეთქი გამოიცნო და შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. არა. ლოგიკა იყო რაღაც, მაგრამ მოწმებით არის. მეორე მინიშნება. ცოტა. მაწონი. ეხ მაწონი და ეს კაცი, ხო? სხვადასხვაგან არის. აი ხა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისეთი კავშირი არ იქნება, რომ ვიღაც ქართველი მაწონის მწარმოებელი არ უნდა იყოს წესი. ნობილი მე მაწონე. მაწონეთა და კავშირი. მაგდანა, მაგრამ მაგდანა არ არის ისტორიული პირი. მაწონზე რა შეგვიძლია ვთქვათ, მაწონი არის სომხური ან ქართული, ნუ დავამინის რომელია და სომხურ-ქართული პროდუქტია, შეიძლება ვთქვათ იყოს საუბარი ვინმე სომეხზე საქართველოს ისტორიაში, რომლებთა რაოდენობაც არც ისე ცოტაა. მაგრამ მაწონია 1997 წერია თანიღი მაგალითად 1997 წლიდან არის სანტე, ესე წერია. ისე ამ უფასო რეკლამებს რო უკეთებთ, ხან არიელს, ხან სანტეს, დაგვაფინანსეთ მეგობრებო. აქ შეიძლება ყოფილიყოს თქვენი რეკლამა. აქ არის თქვენი რეკლამა. არის ხო, ჩვენი. ხო და ავანსად 1997-ში რა მოხდა? გადაიღეს ტიტანიკი. მე ქართველი იყო იქ, მაგრამ ეს კაცი რა შუაშია. ყარ გადავცეთ. არა, მივცეთ კი, მივცეთ რა ვიცი, მე მგონი. არ დავფიქრე ხარ. არა. შენკენ ხო არ არის რამე. ოჩო, მაწონმა მიმიყვანა ეგეთ იდეამდე, რომ რამდენადაც მე ვიცი. აი ფესებში რო ცნობილი სცენაა, რომ ესენი საფრანგეთში მარსელში რომ მაწონს ყიდიან. ეგ თუ არ ვწდები, არის დაფუძნებული რომელიღაცა რეალური ემიგრანტის ისტორიაზე. რომლებიც აი ესეთ საფრანგეთში ჩასulis პირველ პერიოდში მე შევიკურებ. აი ეს ლევილის ემიგრაცია. ლევილის ემიგრაცია. ფიქრობდი იმ ინგლისელზე ის თუ საერთოდ სხვაგან არ მივდივარ. პოლკოვნიკზე ხო? ხო, იმას ჰქონდა ურთიერთობა ვალიკო ჯუღელთან თუ სწორად მახსოვს. რომელიც იყო გვარდიის მეთაური. მაგრამ ვალიკო ჯუღელი მალევე ჩაუბრუნდა, დიდი ხანი არ ყოფილა საფრანგეთში და მგონი 24 საჯანყების დროს ჩამობრუნდა და მალევე დაიჭირეს და დახვრიტეს ბოლშევიკებმა და ვალიკო ჯუღელი ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელიღაც მე მგონია რომ თუ ძალიან სხვაგან არა ვარ აი ამ ემიგრაციის რომელიღაც ადამიანის თქმა მინდა, მაგრამ არა ვერაფერს ვერ ვიტყვი. მესამე მინიშნება არის ვერსია გამიჩნდა გაგიჩნდა დროს, მაგრამ ჯერ უნდა მოვისმინოთ აუდიო ჩანაწერი
პატარა ამონარიდი და შემდეგ ცოტას ექნება უკვე ვერსიის დაფიქსირების უფლება. გარს მოახლოდნენ თათრები. გარს მაშინ გენერალ-მიშელის ზუბძანა სომხებს დახევა. რადგან დარწმუნდა, რომ სულებით შეუძლებელია იმისი დაჭერა თათრების წინამდე. ამის შემდეგ ის იყო გადაყენებული და მე დამნიშნეს. ოთო, ყურსასმენები. ცოტა ჩემი ვერსია ჩაილურის წყალი და ნუ იქ. მე მქონდა ძალიან ესეთი ფანტასმაგური ვერსია ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ეს ხო არ არის ვინმე ან გიგლა ბერბიჭაშვილი ან ვინმე სხვა მარტო ხუთნი ხო იყვნენ ილიას კვლელებიდან და მაწონი, იმიტომ რომ დღევანდელ ილია ჭავჭავაძის გამზირს სანამ ვაკე გაშენდებოდა და მე თბილისს მიგვერთდებოდა ჭავჭავაძის გამზირაც არის ერქვა მაწონის გზა და მაგზაზე წნეთელი მემაწონეები დადიოდნენ ხოლმე ქალაქში მაწონი ჩამოქონდათ გასაყიდად და მაგით ერქვა მაწონის გზა. მე გეტყვი ხა ილია ჭავჭავაძეზე კითხვა მქონდა მაძიებელში და ეხა გული დამწყდა რომ ეგ ფაქტი არ ვიცოდი და მინიშნებად არ მოვიტანე მაწონი. რაც შეეხება ამ ინტერვიუს, ეს მე მგონი მოსმენილი მაქვს და ეს არის გიორგი კვინიტაძე თუ სწორად მახსოვს ეს მისი ინტერვიუ თან გენერალ ოდიშელიძე ახსენა და მის მაგივრად მე დამნიშნესო და მე მგონი კვინიტაძე დაინიშნა თავარ სარდლად და მე საფრანგეთში არის ჩაწერილი ეს ინტერვიუ პარიზში უკვე გარდაცვალებამდე ძალიან ცოტა ხანს 70-იანებში გარდაიცვალა და მანამდე არის ჩაწერილი და თუ ვითომ კვინიტაძეა თუ იმიტომ აშკარად მაქვს მოსმენილი მისი ინტერვიუ რა მეცემში მონოლოგივით არის საკმაოდ პროფეცელი ახლა ვიდრე ეს იყო სომხებს უბრძანა უკან დახევა აშკარად საქართველოს დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკა როცა ეხლა მაგ ეპოქაში პრობლემებზე არის ცხადია ლაპარაკი ახლა მაზნიაშვილი ხო არ არის თქო მაგას ვფიქრობ მაგრამ აი ეს ჩანაწერი რომ ის რაღაცა არქაული და ცოტა ქართული და ცოტა გაჭირვებით ლაპარაკობდა აშკარად იყო გიორგი კვინიტაძე მახსოვს და მოდი თამაშია რა დავაფიქსირებ იყოს გიორგი კვინიტაძე მივიღო კი სახელი მე და სწორად მახსოვს ხო გიორგი კვინიტაძე დააფიქსირა ცოტა თავისი ვერსია. მიხვდი შენ? კვინიტაძე მგონია. საქმე ის არის, რომ როგორც ოთარმა წინამსჯელობაში გააჟღერა, როდესაც საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში საქართველოს მთავრობა, მათ შორის გენერალიტეტი, იქ დიდი გაჭირვება იყო და როგორც ფესვებშია, მართლა მაწვნის გაყიდით ირჩენდნენ თავს. კერძოდ პირდაპირ გამოდიოდა ეს მაწონი, ესე გენერალ კვინიტაძის მაწონი და ეს არის გიორგი კვინიტაძე, გამოიცნო ცოტა, მოკლედ გამოიცნო. კი, როგორც გადამაყენებს და მე დამნიშნეს. ვიცოდი რომ გამოიცნო. არა, ეგთან მოსმენილი მაქვს, თვითონ ეგ მაგის თელი ინტერვიუ და ახლობთ 20 წუთი ნახევარ საათია, უფრო დიდი არის. ბოლო მინიშნება იყო მოგონება კვინიტაძის ბავშვობაში სალდათი ხარ, მეკითხება გლეხი, არა სალდათი არ ვარ, უპასუხე მე. მაშ რად გაკვრია პაგონები? სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ. როცა სკოლას გაათავებ, სალდათი იქნები? არა, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ 2 წელი მასწავლიან. მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი. მერე შენ რა გავხდები თუ არა გენერალი? როგორ თუ რა გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს. ესეთი მოგონება იყო. ეს მართლაც პეტლიურა იყო, როგორც ეს იყო პეტლიურა. აქ პეტლი თუ რაღაც აქვს რა თქვი და მართლა უკრაინული სამკარ, ანუ ყველაფერი სწორად თქვი. პეტლიურა გენერალი პეტლიურასთან კავშირი იყო. უკრაინელების კვინიტაძე იყო ფაქტობრივად. ანუ პარალელი იყო ამ შემთხვევაში. ანუ ქართველი არის, ხო აშკარად არა ქართული არ ეგნო. პეტლიურა თუ მახნო მეთქი თქვი და პეტლიჩკა და უკრაინული ისიც დავინახე რავი, მაგრამ პეტლიურადან კვინიტაძეზე გადასვლა მარტივი არ იქნებოდა. იცი რა, ხო, რაღაცა უკრაინელებისთვის რაც იყო პეტლიურა დაახლოებით ეგ იყო ჩვენთვის კვინიტაძე რა. კეთილი 3-0 ანგარიში 2 რაუნდის შემდეგ და კიდე ერთი რაუნდი გვაქვს სათამაშო ამჯერად მსოფლიო ისტორიიდან. ნახოთ მანამდე გენერალ კვინიტაძეზე ვიდეო რგოლი. კვინიტაძე 1874 წელს დაღესტანში პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში ევლინება სამყაროს. ამთავრებს თბილისის კადეტთა კორპუსს და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელს. მსახურობს პოლონეთსა და რუსეთ-იაპონიის ომში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აქტიურად მონაწილეობს ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში, გარკვეული დროით კი სამხედრო მინისტრის მოადგილეს თანამდებობას უჭირავს. 1918 წელს ამარცხებს ოსმალთა რაზმებს და ამავე წელს ხელმძღვანელობს შულავერის ფრონტს სომხეთ-საქართველოს ომში. 1920 წელს იგერიებს რუსეთის მე-11 არმიის შეტევას.
საბჭოთა ანექსიის შემდეგ გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში მიდის და სიცოცხლის ბოლომდე ლეველში პარიზის მახლობლად. დება მაძიებელი ოთარ საბაშვილი, ცვატა ბერძენიშვილი იძიებენ საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას და ცდილობენ გამოიცნონ ცნობილი ადამიანები და მოვლენები ისტორიიდან. დოსიეს რაუნდში დაგვრჩა ერთი შეკითხვა მსოფლიო ისტორიიდან ცნობილი ადამიანია გამოსაცნობი და ამჯერად ოთოს უნდა წარმოდგინო მინიშნება. აბა დავიწყოთ. პირველი მინიშნება. ჩვენც გაჩვენებ. ალბათ გეცნობათ. ხურსასმენები. ალბათ გეცნობოთ, ესე უნდა მეცნობოდეს კიდევ, აა? მე მგონი კი. სხვაგანა. ამერიკელი ტიპია, პოლოს მაისურით, რომელიც ამერიკის დროშის ამერიკელი არც არის, მაგრამ ამერიკის დროშის ფონზე დგას. პირველი არა მოკამეტებს. არ დავფიქსრებ არა, სპონებრივი. ალბათ გეცნობა ისე თქვი, წარმოდგენა არ მოქვინა. შეიძლება პოლიტიკოსი ალბათ, რავი, რადგან დროშის ფონზეა, შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციის რუბიო ხო არ არის, ასე რა ვარ. მაიკლ რუბიო ქვია, მე მგონი, არ ვიცი, სახეზე ვერ ვცნობ, თვითონ ტრამპი რო არ არის ზუსტად ვიცი. კაი, მოკლედ შემდეგი მინიშნებაზე გადავიდეთ. ხო, არა, ცხადია ხა, რაღაცა სიგიჟე იქნება, რამე რო ვთქვა. შემდეგი მინიშნების დრო დგება. ჩვენ შოუში და შემდეგი მინიშნება გამოიყურება ასე. ჩვენც გაჩვენებ ცოტა. ხურსასმენები. ალბათ გეცნობათ. ჩინგისხანი უნდა იყოს ყველა ვარიანტი ჩემი აზრით რა. ეხლა რა კავშირია ამერიკელსა და ამ პატივცემულთან. ჩინგისხანს შორის. მონღოლეთში ამერიკას არავითარი კავშირი არ ქონია და მონღოლეთში საერთოდ არაფერი არ ხდება, როცა ეს ადამიანი დაიბადა და ცხოვრობდა იმ ხნის განმავლობაში. თქვათ ავღანეთში სიტყვაზე. ეს ხო არ არის ის თქვათ ამერიკელი სნაიპერი, რომელიც ავღანეთში რაღაც ძალიან დიდი გასრული კილომეტრო 100-ზე განახორციელა, მაგრამ რატომ უნდა ვიცნობდე მაგას სახეზე, არ უნდა ვიცნობდე, ხო? ჩინგისხანს რო ის არის ეს რო ძალიან შორიდან და მომგვარეთ რა თქო ჯვებე იყო მგონი, ხო, ეგათო სუბუდა იყო, ჯვებე იყო მგონი და მე თავის რაიფში რო აიყვანა და მთელი ცხოვრება რო ერთად იომეს. იმან ძალიან შორიდან ესროლა. თუ ეს ტიპი სნაიპერია და შორიდან სროლაზეა გათვლა. ეს თუა სნაიპერი, ხო? ეს თუა სნაიპერი და თუ მაგ ლოგიკით წავედით. და ჩინგისხანს ჯვებე. იმაზე ვარაუდობ რო ჩინგისხანი. ხო, რა ვიცი, ახლა სხვა ეგეთი აღმოსავლური გარეგნობით რო ეგეთი ვიცოდეთ და თან გონი ნახე მაგას სულად სადღაც, რა ვიცი. არ გამოურიცხავ. აი ის ძალიან დაშვება რომ ეს ტიპი არის ამერიკელი სნაიპერი. რას ეყრდნობა ეგო არა? ხო, აი არაფერს არ ეყრდნობა საერთოდ რა. უბრალოდ რაღაცა ჰაერში. კაი, თუ ეს ვიცე-პრეზიდენტია და ჯეიდი ვენსია. არ მახსოვს ზუსტად სახეზე როგორ არის, მაგრამ მგონი გაავს ამ ტიპს. თუ ეს ჯეიდი ვენსია, იქ ამყავს ანახი იმას რომ უხურებდა კაცო ზელენსკის რო ეჩხუბებოდა და რაღაც ის გაავს და. ხო, ვიცე-პრეზიდენტია, მაშინ მაგრამ ამის ჩინგისის ვიცე-პრეზიდენტი რაღაც ცოტა ისეთი თემაა, ვერაფერი ჩინგის მოადგი. ჩინგისის დროს ვინ იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი? არა, ნუ რაღაც ამის მეორე კაცი. ხო, არა, გადავიდეთ რა მგონი, წვალობთ. აი ხარ დამცინო, მაგრამ აი ეს სურათი ხო რა თქმა უნდა ნანახი მაქვს, მაგრამ ერთმანეთში მერევა. ვინდა? ჩინგისხანი, ლაოძი და კონფუცი. ვინმე უნდა დაგეყოლები კიდე მაოძედუნი. არა, მაოძედუნი არა. ჩინგისხანია მე მგონი. ხმერთ რაღაც ძალიან გავჭედი ახლა. ვთქვათ არის ჩინგისხანი. დავიწყოთ მაქედან. მონღოლეთი. ეს ვინ არის? მონღოლეთი მე-12 საუკუნე, მე-13. 13 საუკუნე.
არა ლაოძი არა მაგრამ ჩინგისხანია თქვა თუ ლაოძია ჩინეთი კიდე უფრო სიძველი მაგრამ ეს ვინ არის კაცო აი ეს რა მინიშნა აი თქვა საერთოდ თქვა არ ვიცი ეს ტიპი ვინ არის რამე მინიშნებად გამომადგება ეს ფოტო ხო ვერ გეტყვი მაგას აი თქვა პოლო მაისურებაში რაღაცა ცხენოსანია მონღოლებიც ცხენოსნები იყვნენ და მაგასთან სოფლიო ისტორიული პირი ხო ისტორიული პირი ვერსია მაქვს რა ვერსია მაქვს მარკო პოლო თუ ეს მარკო რუბიოა არ მახსოვს ეს მარკო რუბიო როგორია და თუ ეს მარკო პოლოა მარკო ქვია რუბიოს რუბიოს მარკო ქვია მოიცა რიკი რუბიო კალათბურთელი იყო არა ის ხო არ მარკო რუბიო და ეს თუ ის არის თქვათ არ არის ჩინგისხანი და არის ხუბილაი ხანი და მაგასთან ჩავიდა მარკო პოლო მე მგონი ხო მაგის შვილიშვილთან იგივე არის ხო მე არ გამოვდგები კომპანიონად ამ დიალოგში შენგან არ ველოდები ხა დადასტურებას ან უარყოფას მოიცა კაცო ეგ არიან არ არის მაგრამ ხო არ გავრისკოთ კიდე ნება შენია მინუსკულა ხო არ არის მინუსი არ არის მაშინ იყოს მარკო პოლო გინდა რომ გარისკო გავრისკოთ ეს არის სამქულიანი გარისკო ამ შემთხვევაში ხო თუ გაამართლა შედეგი მოაქვს შენ საბოლოო პასუხია მარკო პოლო დააფიქსირა ცოტა რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი ასევე შენსავით ივარაუდა რა ეს ხო ჩინგისხანი ჩინგისყაენი როგორც ეძახიან ხოლმე თუმცა არ არის ეს ჩინგისყაენი გეტყვი შენ პასუხი არის სწორი მე ბოლოს ვაკრებდი მეთქვა რომ აი 5 წლის შუალედში ვინმე თუ გახსენდება მეთქი 5 საუკუნის თამაშის დასაწყისში ცოტა მაგნიშნა რომ ერთხელო ერთ კითხვაზე ჩვენმა მეგობარმა სანდრო რაჭკოვსკიმ მარკო პოლო ეს მარკო რუბიო პოლოს მაისური ეს არის ალბათ ხუბილაი რომელსაც სტუმრობდა მაშინ მარკო პოლო და მასზე გავს ბაბუას აუ მარკო პოლო და საიდან სად მოგივიდა თავიდან მარკო რუბიოა რა და ამ ფოტოზე არის მარკო პოლოში პოლოს მაისურით პოლო ხო თქვი მაგრამ მარკო პოლოსთან ახლა დავაკავშირე შენ რო თქვი ხო მე მარკო პოლო რა ჯედი ვენსი კი არა მარკო რუბიოა ჩემი აუ და მარკო და თუ ის ჩინგისხანი მარკო რუბიო ისანი სავარაუდოდ ხო და თუ არის ხუბილაი მაშინ მაგასთან ჩავიდა ხო მანამდე პოლო იძახე და მე დაგავიწყდა ვა მაგარია აუ 6-0 სერიოზული განადგურებაა შემდეგი მინიშნება იყო ესა და ბოლო რა იყო ბოლო იყო წიგნი ვენეციელი ვაჭარი რომელიც ექსტრადან მიიღეთ წიგნი ვენეციელი ვაჭარი და ნუ ვენეციელი ვაჭარი მინიშნება მარკო პოლოზე ბუნებრივია კაი 6-0 გახდა ნამდვილად ანგარიში მაგრამ სამი მოვლენა უნდა ვითამაშოთ პლიანობაში თორემ ნახოთ ჯერ მარკო პოლოზე და ვიდეო რგოლი და მე გავაგზავნე. თან მარკო პოლო 15 წუთის. ციელი მარკო პოლო მოგზაური მამის და ბიძის აზიურ ვოიაჟს 17 წლის ასაკში უერთდება. აბრეშუმის გზაზე პოლოები ევრაზიის არაერთ მმართველს ხვდებიან, თუმცა ყველაზე მტკიცე კავშირს ხუბილაი ხანთან ამყარებენ. მარკო პოლო მონღოლი იმპერატორის მარჯვენა ხელი ხდება და არაერთ დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობს. 41 წლის ასაკში მარკო სამშობლოში ბრუნდება, თუმცა ვენეცია გენუის ომის დროს გენუელები იჭერენ. სამწლიანი პატიმრობისას მარკო თანამესაკნესთან პიზელ რუსტიჩელოსთან ერთად წერს ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელშიც საკუთარ მოგზაურობას, აზიურ ინოვაციებს და კულტურას აღწერს. მაძიებელს ვაგრძელებთ ისე როგორც არ გაგვიგრძელებია აქამომდის, მოვლენებზე გადავდივართ და ანუ საქმის რაუნდზე და დოსიეთი თუ იწყებდა ოთო, ამჯერად სვატა დაიწყებს მოვლენების თამაშს. პირველი მინიშნება პირველი საქმის. რა არის გამოსაცნობი ზოგადად მოვლენა თუ რომელიმე მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ოკეი. მოვლენა ფართო გაგებით. ხო, ცხადია. წინა თამაშებში თან ფართო გაგებით იყო მოვლენა. პირველი მინიშნება. ცოტა. მოკლედ ეხლა რა ხდება? ვიღაცა ტიპთან
რომელსაც რატომაც გულზე აქვს ხელი დაკრეფილი ორ ადამიანს, მიაქვთ ხონჩით რაღაცა ზღვენი. ჯერჯერობით თავია დახურული, ამიტომ არ ვიცით აქ საჭმელია თუ თქვათ რამე ძვირფასი ნივთები ოქროულობა და ვიღაცა ასევე სამელნეთი და კალმით წერს დავთარს, რომელიც საკმაოდ გრძელია და ფაქტიურად გზას ემსგავსება ბოლოს და ჩაცმულობაზე თუ ხო, ნუ აშკარად ქართული მოვლენაა გამოსაცნობი და ქართული ისინი ყაბალახები თავზე აქვთ. ანუ შეიძლება იყოს გურია, სამეგრელო, აჭარა მოვლენა, თქვათ, შეიძლება იყოს ტყვეთას ყიდვა, მაგრამ თვითონ ტყვეები სად არიან? აქ თუ გურია სამეგრელო, თქვათ, ან ეს ვიღაცა ხო იყო ეს გერმანული თუ ავსტრიული წარმოშობის კარიკატურისტი საქართველოში. კაი, მოდი ოთოს გადავულოცავ. კარგი. და განჩენზე ცოტა მეც გავაგრძელებ ფიქს და თუ საჭიროა. აბა, მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ეს ვიღაცა წერს გრძელ საჩივარს, რომელიც დაკლაკნილია, რაღაც ალბათ არზა თუ რაღაცა ეგეთი, ხო? მაგრამ ესენიც რაღაცა არაქართული ტიპები არიან, რომლებიც რაღაცა ესე ცოტა არაქართულია, ესე ხლებსული და რაღაცა ძალიან რუსული თემაა და ამას უჭირავს ცხენი. მაგრამ ამათ აი აშკარად არ აქვს ქართული ჩაცმულობა, რაღაცა ეს ქამარზეც, იმაზეც. არ არის ქართული? ხო, რა ვიცი, არ გავს ქართულს რა, ესეთი ჩამოკიდებული. შეიძლება აჭარულია. მუსლიმური ჩაცმულობა შეიძლება. ეს ხო არ არის აჭარის შემოერთება საქართველოსთან, თქვათ. აჭარის შემოერთება იყო 19-ის ბოლოს, 1832 ახალციხის აღება, მაგრამ აჭარა მაშინ დარჩა იქით თურქეთის შემადგენლობაში. აჭარის შემოერთება რომელია რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ მოხდა, ხო? 1879-ია, სადღაც ეგრეა. მგონი გადავიდეთ შემდეგ გადავიშნებაზე. მეორე მინიშნება? მეორე მინიშნება. ეს გახლავთ მეორე მინიშნება. უგმები? ცოტა. ავტო კურსს მე. თან ვერსია მაქვს, მაგრამ თან შუაშია. რა ვერსია გაქვს ის? აკაკის მოზაურობა აჭარეჭხოში. მაგრამ შუაშია. არა, ნახე. რაჭა-ლეჩხუმში რო იყოს მოგზაურობა, ეხლა ალპანაში გამოდის. ხო, ალპანადან ლაილაში იყო ასული. ლაილაში ამ რუკაზე არ არის. შესაბამისად, ნუ ყოველ შემთხვევაში მანდ გზა არ გადის ახლა. და თუ არის. შეიძლება აღნიშნულ, არა, ლაილაში აქ წერია. არა, მაშინ აკაკის მოგზაურობა აჭარეჭხოში არ არის. იმიტომ რომ ლაილაში უნდა ყოფილიყო. აუცილებლად. ნანახი მაქვს იქ თვითონ აკაკის აკეთებული წარწერა. ჩაიარა სიახლოვეს. შეიძლება ისე დაუწერა ლექსი, ისე რომ იქ არ მივიდა? არის. თან სამფულიანისთვის ცოტა მემარტივებენ ხარ. აკაკის მოგზაურობა აჭარეჭხუმში პირდაპირ აჭის-ლეჩხუმის რუკა და აქვე ქუთაისი. მოდი იყოს გავრისკავ. შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ იყოს აკაკის მოგზაურობა აჭარეჭხუმში. მაინც აფიქსირებ. ვიტყვი მაგას რა, ვიტყვი, აქვენა. აკაკის მოგზაურობა რა. იმიტომ რომ თუ ეგ არის და ეხა არ ვიტყვი. მე ძალიან დამწყდება. ცხოვრება ცხოვრება არ ვიცი, მაგრამ გული ძალიან დამწყდება და ცხოვრება ამას. თამაშობთ ერთობით და გავერთოთ. გავერთოთ. არ ვიცი იქნება თუ არა შენთვის ეს გართობა. ოთორ. დააფიქსირა ცოტა. ბევრი იყო ყმანა. მოდი ვიტყვი რომ ცოტას ვერსია არის სწორი. ვა. ეს არის სწორი პასუხი. ეს არის სწორი პასუხი, სამკულიანი. ეს არის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ეს არის ვასილ ამაშუკელი და გულზე კი არა, ესე აქვს ხელები. ფოტოს, всё, გასაგები, ვიდეოს იღებს რა. ხო, ესე აქვს ხელები.
პირველი დოკუმენტური ფილმი, ასე ვთქვათ. ხო, პირველ დოკუმენტური. ესენი როგორ არ გვანან ქართველებს? ლეჩხუმელი ყაბალახებით წააგვა. ცოტა თქვა თავიდან სხვა ჩორს ყაბალახები აქვთო. დასავლეთ საქართველოს ვიფიქრე. თო წავიდა უფრო აჭარისკენ. ხო, მეც აი გურია სამეგრელო აჭარას ვფიქრობ, მაგრამ ეს ის რა ქვია ჩამოკიდებული აშკარად აჭარისკენ იმას. ხო, ეგეც არის კი. ეს იყო შემდეგი მინიშნება უკვე ორქულიანზე ვასილ ამაშუკელის ძეგლი, თავისი კამერით და ბოლო იყო ტექსტი, მისი ჩანაწერები, გამგზავრების წინ ასათიანმა მითხრა, რაღაცა კოკოჩაშვილს ტეპეშა მოსვლია, ლენტები გამოგზავნილიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოჩახ ცოტა. ნახოთ აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. 112 წლის ზაფხულში აკაკი წერეთელს რაჭა ლეჩხუმში იწვევენ. პედაგოგ სამსონ დათეშიძესა და ლადო ბზვანელს კი სურვილი უჩნდებათ ეს ისტორიული მომენტი კინოფილმზე აღბეჭდონ. ქუთაისის კინოთეატრის მფლობელი სტრიფონ ასათიანის დახმარებით რეჟისორობას ვასილ ამაშუკელი ითავებს. მოგზაურობა იწყება 21 ივლისს და 2 აგვისტომდე გასტანს. ამაშუკელი ხარჯავს 1600 მეტრამდე კინოფილმს, რომელსაც დიდი წვალების შედეგად ვარშავიდან იწერენ. 2 კვირის განმავლობაში მგოსანი მოივლის ამბროლაურსა და ონს, სადაც თითოეულ სოფელში ზარზეიმი ხვდებიან. ამაშუკელის ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში სექტემბერშივე გადის ქუთაისის კინოთეატრში და 15 დღის განმავლობაში ავსებს. გრძელდება ჩვენი თამაში, გრძელდება იმგვარად, რომ კიდევ 2 საქმე გვაქვს გასარჩევი, გამოსაძიებელი, დასკვნა, დასადები, რავი, მისასჯელი და ასე შემდეგ. მეგობრებო, კიდევ ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ამჯერად ოთოსთან იქნება ვერსიის დაფიქსირების უპირატესობა. დავიწყოთ. პირველი მინიშნება დაინახე. ხო, მე აღარ მინდა ხოლმე ნახო. მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ხლა ხანჯალი როგდომებოდათ, ალბათ ხანჯალს იშოვიდით და მოვიტანდეთ. და დანით არ შეცვლით. ამო ეს ხანჯალს არ ნიშნავს. რაღაც სადუელო პისტოლეტები როგდომებოდათ გენიშნებინათ, ორ ზუსტად ერთნაირი იდენტური დანას მომიტანდეთ, იმიტომ რომ სადუელო პისტოლეტები ზუსტად ერთნაირებია და იდენტურებია. ორლესული რაღაც არა მარუცი. Dai. Cenere absoluto. Scusa. აბა შენი ექსპერტიზა. ნუ ორი დანა არის სამზარეულოში, ხა ეს ცოტა სხვა ფორმისაა, ცოტა სხვა ფორმაა. ამას 3 ლურსმანი აქვს, ამას 2. რა ვიცი ხა რაც არ უნდა ვიმარჩიელო, ორი დანით მან მეჭვება რამე პასუხამდე მივიდე და დაველოდები, რა ვიცი, ვიღაცა მოკლეს, ვთქვათ, ან სამზარეულოში მოხდა რაღაცა ამბავი, რომელმაც სხვათა შორის იოთამ ზედგინიძე რო არ ყოფილიყო ნახსენები წინ თამაშებში. შეიძლება მეფიქრა, შეიძლება იოთამ ზედგინიძე, მაგრამ ომის დროს მოკვდა, ან ბრძოლასა და ბრძოლას შორის მოკლეს მეფის კარავში და ძალიან მეჭვება ხა სამზარეულოს დანებით მოეკლათ, შეიარაღებაც ექნებოდა სხვა, მაგრამ ნუ ეგ რადგან ეგ პრინციპი აქვს, რომ ერთი პასუხი აღარ მოდის, ამიტომ ის აღარ იქნება და სხვა არ ვიცი დაველოდები და ნახოთ მეორე მინიშნებაზე თუ რა სიზამს და მე მეორე მინიშნება ვერსია არ არის როგორც არანაირ მეორე მინიშნება არის შემდეგნაირი ხო მე ყურსასმენი სამიზნე რაღაც უცნაურ ლურჯ წითელ ყვითელ ფონზე. ხوار გეცნობა ეს უკანა ფონი. მიცნობა რაღაც თითქოს დროშას გავს, მაგრამ არანაირ დროშას ჩემთვის ნაცნობ დროშას არ მაგონებს თან ესე გადანაწილებული ფერებით ყვითელი ჯვარი ცენტრში. აქეთ წითელი და ლურჯი მართკუთხედები. კარგი, თქვათ, გულში დანის ჩარტყვი მის სამიზნე იყო ამ დროშის
რაღაცა დააკლეს, რაღაცა ანუ ორიდანა ჩაარტყეს გულში, 9 რახვარი რომ დამარტყა 9-ჯერ გულში. რაღაცა გამოთქმა ხო არ არის ორჯერ დანაჩარსეს გულში. ანუ გვაქვს დანები, გვაქვს დანები და გვაქვს სამიზნე, ანუ გვაქვს თქვათ რო ავიღოთ რომ ეს რაღაცა დროშაზე რაღაც სამიზნე. ეს რაღაცა დროშა, რისი დროშაც არ უნდა იყოს, ეს თქვათ ესე არის რომელიღაც ისტორიული საქართველოს თქვათ რეგიონის დროშა, თქვათ ჰერეთის დროშა სიტყვაზე და საინგილოა და საინგილოს დანა ჩაარტყეს გულში, მაგრამ ეს როგორ შეიძლება აქედან კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე მეხვიდე. აი, დასავლეთ საქართველოში ხო არ არის რამე ეგეთი რეგიონი, თქვათ ტაო-კლარჯეთის სიტყვაზე, რომ ტაო-კლარჯეთი რომ არ არის საქართველოს შემადგენლობაში, თქვათ და რაღაცა ზავი, თქვათ რუსეთ-თურქეთის ზავი, რომელთაც საქართველოს მოწყდა ტაო-კლარჯეთში. ხوار გადავიდეთ შემდეგ მინიშნებაზე. აუ, ჯერ ცოტა ჯერია და ცოტა სამქულიანს გამოიცნობს ესე მაგრამ ცოტასთან. აი, მოდარი. ჩემი ჯერია? ენჯერია. აი ხა უყურებდი და ვფიქრობდი, მაგრამ წარმოდგენა ისტორიული მოვლენაა, ხო? ეგ რო არა, შეიძლება მეთქო, რომ კუკარაჩა რო თამას დანასობიას ეთამაშება, მაგრამ ეს ის არის, რა ქვია, ერთი ბებუთით ხდება, ორი დანით არ ხდება. მეზობლის ღობეზე. ვისი დროშა შეიძლება იყოს და დროშის სამიზნე? არ ვიცი, რაღაცა ვერც მოვიფიქრე. ფერები თითქოს აი მოლდოვა რუმინეთსკენ მივყავარ, მაგრამ რაღაც დროშა, ზეცამიზნე და პირველ მინიშნებაში, უფრო რთულ მინიშნებაში დანები. კი, დანები და ნუ რაღაცა სამიზნე და რაღაცა დროშა. სავარაუდოდ შეიძლება ეს სამიზნე რაღაცას ფარავს, რაღაც ლოგოსავით, გერბივით რაღაცას და აი, რავი, ხო არ ჯობია მესამე. კაი, იყოს მესამე მინიშნებაც კი. უთო? არ გვაქვს ვერსია? არ გვაქვს ვერსია და მესამე მინიშნება უნდა წაგიკითხოთ. ნაწყვეტი დადგენილებიდან. საქართველოს კომპარტიის ცეკას შიგნით არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მფარველობს მექრთამეებს და ცდილობს ყოველგვარი საშუალებით დაიხსნას ისინი. ფაქტები მეტყველებს, რომ ამ ჯგუფის სათავეში დგას საქართველოს კომპარტიის ცეკას მეორე მდივანი მიხეილ ბარამია. ცოტა კურსას მე. მიხეილ ბარამია და ეგ სიტუაცია ბარამია. მეგრელების საქმე შეიძლება იყოს? მიხეილ ბარამია, როდენდელი ცეკას მდივანი. ამას გახსენებს სახელი და გვარი. არა, მეგრელების საქმე არ მახსოვს ახლა ფიგურანტი ვინ იყო, მაგრამ ბარამია აშკარად მეგრელია, მაგრამ ეს სამიზნე და ორი დანა, აი ორ დანას ვერ ხვდები, ორი დანა რა შუაში იყო. დანები. აი კომპარტიის ცეკას დადგენილება, ეს თუ მეგრელების საქმე არ არის და ვთქვათ არის 70-იანი წლები და მექრთამეობასთან ბრძოლა შევარდნაძის დროს, მაშინ შეიძლება მოვლენა რო იყოს ეგეთი. მოდი ასე ვთქვათ რა, კაი, მეგრელების საქმე გვაქვს. თუ არის შევარდნაძის პერიოდის, ვთქვათ, მაშინაც იყო ეგეთი, რომ იჭერდნენ ბევრ ვიღაცებს რაღაცის. რომ მივხვდა მეგრელების საქმე ვერსიად გადადე. ხო, ეგ ვერსიად არის, ხო. ალტერნატიული ვერსია განავითარა. იმიტომ რომ მაშინ მეგრელების საქმის დროს ბარამია თითქოს არ მახსენდება, მაგრამ შეიძლება სახელად ვიცი და ის არ ვიცი. ეს თვითონ სამეგრელოს დროშაა, ვითომ რა ვიცი, ზღვა კი არის ლურჯი და რა ვიცი. კაი, მაშინ თუ ეს არის სადღაც უკვე არა 40-იანი წლები, არამედ თქვათ 70-იანი წლები, 1-20 წელით აქეთ. მაგ შემთხვევაში რა იყო? მაგ შემთხვევაში იჭერდნენ თქვათ რაღაცა მეღვინეებს იჭერდნენ, ვიღაც ცეხავიკებს იჭერდნენ, მაგრამ ეგეთი მოვლენის სახელით რომ მაგას მოვლენა დარქმეოდა, უფრო გამძლეობითი პროცესი იყო ვიდრე იყო რაღაც ეგეთი მოვლენის სახელი საერთოდ არ მახსოვს რა. მესმის. უკაი დავაფიქსოთ მეგრელების საქმე რა. აფიქსირებ. ვაფიქსირებ მეგრელების საქმე. კარგი.
ამჯერად დააფიქსირაოთ თავისი ვერსია. რა ვერსია გაქვს? მეგრელთა საქმე. შენც სწორი ვერსია გაქვს, მაგრამ თომ დაგასწრო ამ შემთხვევაში, ეს არის მეგრელთა საქმე. დავასრულე კიდე კაი ანგარიში. ბარამიამ გამიყვანა. მიხეილ ბარამია, ხო. აგერ ეს იყო ბოლო მინიშნება. სია, ხო? სია, არასრული სია, ბევრად მეტი ადამიანი იყო საბოლოო ჯამში. დაპატიმრებული, აქ სულ მეგრული გვარებია და მიგანიშნებდა და ეს სამეგრელოს დროშა, რომელიც მიზანში ამოიღეს. ასე ვთქვათ, ეხლა არ დამხოცოთ დანებს რაც შეეხება. რაღაცა ისეთი მინიშნება უნდა იყოს, რომ მაგით ვერ გახვიდე პირველივე ჯერზე. ორივე საუბრობდით 2-2 და მე გისწორებდით დანები. თქო რომ 2-ზე არ წასულიყავით უბრალოდ დანები. როგორი დანებია? სამზარეულოს გრძელი, ხო, აშკარად გრძელია. გრძელი დანების ღამეზე არის აუზია. აუ, არა და დედას გეცები მართლა პირველივეზე ვიფიქრე რომ გრძელი დანების ღამე რა შუაშია თქო, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიიდან ჯგუფის ხო და ეხა ეგ უნდა გადამება მე და პარალელი პარტიის შიგნით ხო, გრძელი დანების ღამე საქართველოში არ გრძელი დანების ღამე რემის იმის იყო პარტიის შიგნით დაპირისპირება იყო. ხო, ნუ გრძელი დანების ღამე. ხო, არა, მე ხაბრო სპეციალ ნახჭაურიე ფანჯრები რო ჩამოტრიეს. გრძელი დანები არის ხო, შიდაწმენდა რა. შიდაწმენდა იყო ერთ დიქტატურაში მეორე. სუხოიზე მაინც არ წავაგე ეგეც. ხრით 2 და არა, რა სუხოი კი არა, კაცო, ჯერ ისა გვაქვს რა ქვია. კიდე ერთი საქმე გვაქვს გამოსაძიებელი, ამიტომ მოვლენა მსოფლიოს ჯერ ნახოთ მეგრელების საქმის შესახებ ისტორიული ვიდეორგოლი და მე გადავიდეთ შემდეგ გამოძიებაზე. 1951 წელს იწყება რეპრესიების ციკლი, რომელიც მოგვიანებით მეგრელთა საქმის სახელით ხდება ცნობილი. საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტი გამოსცემს დადგენილებას საქართველოში მეგრთა მეობის და ამხანაგ ბარამიას ანტიპარტიული ჯგუფის შესახებ. ერთი შეხედვით ეს ანტიკორუფციული ღონისძიებაა, თუმცა საფუძვლიანი ვარაუდით პროცესი მიმართულია ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ. აპატიმრებენ მეგრელებს, რომელთაც ამ პერიოდში საქართველოს SSR-ში ცენტრალური თანამდებობები უკავიათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატს შეედებათ. 1953 წელს სტალინი იღუპება, რის შემდეგაც კომისია მეგრელების საქმეს ხელახლა განიხილავს და მათ სრულ რეაბილიტაციას ახდენს. გრძელდება მაძიებელი სამყაროში სასწაულები ხდება. ამჯერად მოხდება თუ არა, არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთი მოვლენა უნდა გამოვიძიოთ. ოღონდ სოფლიო ისტორიიდან და იქნება ეს ყველაფერი მიმართული ჯერ 900-სკენ და მერე 400-სკენ. ამ შემთხვევაში ეგრე ვართ. მოდი ვნახოთ პირდაპირ ჩემი შავი საქაღალდე. ხუთი. მართალია. დამოვიწყდა რომ აქ ოინი გქონდა ჩაფიქრებული. ძვირფასო მეგობრებო. ახდება. დავინტრიგდი. მეგონა 4 მინიშნება იყო ძალ-ძალკე. არა. ახლა მივხვდი რომ აღარ ხო. დავგვეხა ცოტა. ეს არის ბოლო მინიშნება. ბოლო კი არა და პირველი მინიშნება ბოლო რაუნდის. ცოტა. ото ყურსასმენელი. ამ ქალს ქვია ოლიმპიადა. ის კაცი. აი ამ ქალს. ეს არის ანჯელინა ჯოლი. მე მგონი თამაშობს ფილმში ალექსანდრე და თამაშობს ალექსანდრე მაკედონელის დედის როლს. და ფილმში ისევე როგორც ისტორიულად ალექსანდრე მაკედონელის დედას ერქვა ოლიმპიადა.
კარგი. 4-ად გაყოფილი და მერე გაერთიანებული შეწებებული ალექსანდრე მაკედონელის მიერ გორდიას კვანძის გაჭრა. მაგრამ ეგ პირიქით გაერთიანება უკვე დაჭრილია. ნუ ასოციაციური შეიძლება იყოს მენიშნა. არ ვიცი, უბრალოდ მე მგონი აქ უნდა ვეძებოთ ანჯელინა ჯოლიში არ მგონია იყოს პასუხი, უფრო არის ოლიმპიადაში და რაღაცა ოლიმპიადაზე რაღაცა გატყდა 4 ნაწილად და მერე შეაერთეს, გააერთიანეს ან ფილიპე ალექსანდრეს დედა ალექსანდრემ რამე ხო არქნა კიდევ ვინ არის ნუ აშკარად ეგ ფილმია რა ჩაცმულობაც ეგეთია რომ ეხლა ლარა კროფტი არ არის დავდივარ that's Mrs. Smith. ხო. არ ვიცი. მაგრამ ეხლა ისეთი არსებითი არაფერი მოვლენა უნდა გავიხსენო. როგორც მოვლენა უნდა ხო, აი დაასახელო. თქვათ რომ იყოს პირველი ოლიმპიადა, რატო არის 4-ად გაჭრილი და მე შეერთებული. ერთი ვარიანტია რომ საბერძნეთი იყო 4 ნაწილად გაყოფილი და ოლიმპიადების დროს ომები წყდებოდა, ჩერდებოდა და ერთიანდებოდნენ, ერთად იბრძოდნენ რაღაცა ტურნირისთვის, ნუ რაც არის რა. მე იყო ეტლების ბრძოლა, პანკრატიონი რაღაც ფერი რაღაცა და მე ისევ ანუ ოლიმპიადა მათ აერთიანებდა. გასაგებია ლოგიკა. არ ვიცი, ნება შენია, რამეს დააფიქსირებ თუ და ელოდები შემდეგ მინიშნებებს, როგორ ფიქრობ? მოდი დავაფიქსირებ. რას? მოდი იყოს პირველი ოლიმპიადა. რომელიც ძველ საბერძნეთში გაიმართა. პირველი ოლიმპიადა, რომელიც ძველ საბერძნეთში გაიმართა. ხო, ზოგადად არ გულისხმობ თქვათ 1896 წლის ოლიმპიადას, როცა აღდგა ისევ და ათენში იყო პირველი, მაგრამ იყოს პირველი ოლიმპიადა თუ არ იყოს. დღეს რისკებმა გამომართლა, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს. აშკარად თვითონ ოლიმპიადა თავი შეიკავე, არ ვიცი. კაი, მოდი 400 მიცეთ და თავ შეიკავე. თავ შევიკავებ, კი. ოთო. დიდი ყოყმანის შემდეგ ცოტა მაინც თავი შეიკავა ბოლოს. ვერსიებიც გქონდა. აი, მოდი დავიწყოთ ახლა რითი, თქვენ რა ქენი ახლა შენ რაღაცა გააერთიანე, ხო? რა შეიძლება გააერთიანებინა, თქვათ გერმანიის გააერთიანება, მაგრამ ეს ქალბატონი აშკარად გერმანელი არ არის. ვინ არის? ალბათ რაღაცა სილამაზის კონკურსის მონაწილეა. კიდევ ერთხელ გვიმტკიცებ, რომ კინო საერთოდ არ გაინტერესებს. აზზე რა ხო? კლეოპატრა შეიძლება? კლეოპატრა და ანჯელინა ჯოლი არ არის გასო თვითონ? ხო, თვითონ კი ბატონო, ხო. მაგდენი მე მაინც არ გითხარი, არაფერი მეთქი იქნებ თვითონ. მაგდენი ვიცი, მაგრამ ნათამაშები რა, კაი? ხო, ეხა გასაგებია. აი ამ რაღაცა იმითი რა ქვია, საერთოდ სამაჯურით თუ ამაზე გაკეთებული იმით, სამკლაურით, თითქოს რაღაც ძველ ეგვიპტურ იმას გავს, რა ქვია. ძველ ეგვიპტელ ქალს გავს, მაგრამ დაუჯერო ეს არის ეგვიპტის გაერთიანება, მსოფლიო ისტორიის მოვლენა, რომელიც კონკრეტულად არც არის ცნობილი ზედა ეგვიპტე და ქვედა ეგვიპტე, როდის გაერთიანდა. ვითომ მაგას მოიტანდი, არ ამგონია. აი, მეორე ვარიანტია, რომ თქვათ კი გაერთიანე, არამედ აღადგინე. იყო რაღაც ისა და დაშლილი და აღადგინე. რაღაც არის თითქოს წოგა აქვს მოსხმული, თითქოს რაღაც ძველი საბერძნეთია. ძველი საბერძნეთია შეიძლება. თუ ძველი საბერძნეთია. ეს რო ვივარაუდო, თუ შეიძლება ეთამაშა, თქვათ. არ ვიცი, მაგრამ ახლა უყურე რა არის აღდგენა ეს. ეს ხო არ არის ოლიმპიური თამაშების აღდგენა. მაგალითად. რატო? ნუ რავი, რაღაც აღადგინე რა. ამალში იყო ათენში იყო 1896-ში, ხო? ოლიმპიადა. მაგრამ ანჯელინა ჯოლი რა შუაშია? ეგაც ლოგიკური კითხვა. ანჯელინა ჯოლი რა შუაშია?
მოდი დავაფიქსირებ რა, რომ მოკლედ 1896 წელს ოლიმპიური თამაშების აღდგენას ვიტყვი რა. აფიქსირებ. დავაფიქსირებ კი. რა ქვია ამ ქალს? ოლიმპიადა. დედას გაფიცებ? ეს არის ოლიმპიური თამაშების აღდგენა. აღდგენა. ბრავო. კაი ლოგიკით. ცოტა თქვა რომ ეს არის ოლიმპიადაო, ალექსანდრე მაკედონელის დედა, რომელსაც ერქვა ოლიმპიადა და ითამაშა ანჯელინა ჯოლიმ, ოთომ რაღაც საიდან გამოაძრო, აი არ ვიცი უბრალოდ. ეს არის მაგის გამკეთებელი. შენ ისე ლოგიკურად მიდიოდი, მე მგონი ჩემი ლოგიკა იყო რომ ოლიმპიადის დროს საბერძნეთი ერთიანდებოდა და ძველი ოლიმპიადების დროს ოღონდ შენ რო გეტყვა ის პირველი ოლიმპიადა მაინც ვერ ჩაგითვლი. ის რა თქმა უნდა არასწორი პასუხი იქნება. რომ ეს სრულიად სხვა მოვლენასთან ქონდა. ანუ ეგ არ ვიცოდი ვიდი. მე სპეციალურად აღვადგინე 1896 ოლიმპიადა. გაერთიანებაზე წავედი, გაიგე, გაერთიანება მეთქი რა და გაერთიანება ვერა და მე წავედი აღდგენაზე. ოღონდ ოლიმპიადა არ ვიცოდი, არ ვიცი თუ ოლიმპიადა ითამაშა. ანუ ოლიმპიადა არ იცოდა და ოთარ საბაშვილის სასწაული გეუბნები. ოჩა, ბრავო, ბრავო. გაიოცე რა მოიცი. ზეგავ გაგოცი რა. ოლიმპიადა აღვადგინე და ოთარ საბაშვილის სასწაულის სახელით სასწაული ნამდვილად დაიდო ფაქტია. ბრავო, ოჩა. ხო, ნუ ცოტა ისეთია, რომ საბარცხნოთ აღარ წავაგებ რა. სამკულამდე საკითხავია, წააგებ თუ არა. სამკულამდე შეამცირე სხვაობა. ძალიან კაი მინიშნებები იყო შემდეგიც და მაინც გაჩვენებთ. აბა ეს რას გეუბნებათ? ეს არის ცხაურმოშივეტი სოფლო რეკორდი, მაშინ რა ქვია 100 მეტრაში 621 მეტრი. ტალახაძის რეკორდია 413. არის ეგრე მარტივად საქმე? არა, სოფლო რეკორდი არის 9:58. აბა, 9:58. დუპლანტისის რეკორდი არის 630. თითო აქ და ვიმატებდი. 492. ეს არის უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერად. 492-ია, მაგრამ 93 არ არის. მაგაზენ ოლიმპიადაზე. მაინც გაყვიდოდით, მაგრამ ეხლა რო არ მეთქვა ერთით არის გაუმჯობესებული რეკორდები. ეხლა რო არ მეთქვა ყველა ვარიანტი ოლიმპიადაზე არის. მე უკვე უბრალოდ ისტორიული ფოტოა პანათენიკის სტადიონის აღდგენა ოლიმპიადისთვის. ბოლოს უკვე ოლიმპიადის მუსიკა ჯონ უილიამსის. ეს უკვე 2004-ის 2004-ის ოლიმპიადისთვის. არა, ძველი 1994 კუბერტენი ხელმძღვანელობდა ათენში აღადგინეს ლოგიკურად. 9-6 ანგარიში 9-0-დან ნიშნავს რომ მესამე რაუნდი იქნება საკმაოდ რთული სათამაშო. There will be blood. There will be blood. ანუ ნავთობი. ქართულად ეგრებია. აიმი ვერ გამოვარ ერთ ვარიანტი. აიმი ვერ გამოდის ფაქტია. მოდი ვნახოთ ჯერ ოლიმპიადის აღდგენის შესახებ ვიდეორგოლი და მერე გადავიდეთ მესამე რაუნდში. ანტიკური ბერძნული იდეალებით შეპყრობილი პიერ დე კუბერტენი 1896 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახერხებს აღადგინოს ოლიმპიური თამაშები. ბარონის მიზანი მსოფლიო მშვიდობის და ერთიანობის დამყარებაში სპორტის როლის გაზრდაა. აღდგენილი თამაშები ისტორიულ სამშობლოში ათენში იმართება და მასში 251 სპორტსმენი მონაწილეობს. პირველ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ ოქროს მედალს ამერიკის შეერთებული შტატები და მასპინძელი საბერძნეთი იღებენ. დღემდე არსებობის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ოლიმპიური მოძრაობა მსოფლიოს 200-ზე მეტ კომიტეტს და 90-მდე სპორტის სახეობას აერთია. გრძელდება მაძიებელი, რომელშიც უეცრად ჩაიძაბა მდგომარეობა, 9-6 გახდა ანგარიში, ცოტა წინ არის კვლავინდებურად ინარჩუნებს სოლიდურ უპირატესობას იმდენად, რომ ერთი კითხვის ჩაგდების უფლება დავარქვათ, ამას შეგვიძლია სამ კითხვაში, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მესამე რაუნდში მე მაქვს კონვერტები. და მეგობრებო, და გამოვრიცხოთ. ოთო, რომელი გამოვრიცხოთ? ყვითელი გამორიცხე, ამიტომ რა. მოდი წითელი გამოვირცხოთ. მწვანეზე ვთამაშოთ. წვანეზე გვეულოს. სულ მწვანეზე გეულოთ ჩემო მეგობრებო. აჰა, ეს არის მეტსახელები. მეტსახელები. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ორი კითხვა საქართველოს ისტორიიდან არის, ერთი პირველი ორი საქართველოსდან, მესამე მსოფლიოდან. პასუხებს წერთ დაფებზე. კი ბატონო, ცოტა შუქი ურტყამს, მან ესე გავუსწორე. დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. ლეონტი მროველის მიხედვით, თავად წარმართი ეს მეფე
ქრისტიანობის მფარველად და ზოგიერთი წარმართული ჩვეულების ამკრძალველად გვევლინება. თავად წარმართი იყო და ქრისტიანობას იფარავდა და წარმართულ ჩვეულებებს კრძალავდა. სწორედ ამ საქციელისთვის მიიღო მან ჩვენთვის ძვირფასი ერის მამის მსგავსი მეტსახელი. მარტო მეტსახელს არ წერთ, მეფე უნდა დაასახელოთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო. 3 2 1 აბა ჯო მართალი ვერავინ ვერ გავიხსენე რა და დავწერე ფარსმან ქველი. ფარსმან ქველი. რევ მართალი. ეს მე მგონი მესამე იყო რიგით უვით. ეს არის რევ პირველი მართალი. პირველი მესამე. ილია მართალის მსგავსი მეტსახელი მიიღო მართალი ვერ გავიხსენე და რევ მართალი. რევ მართალის სწორი პასუხია, რაც ნიშნავს, რომ ცოტა ნახევარფინალშია, ცოტა გილოცავ, ოთარმა ბოლოს ძალიან დაძაბა მდგომარეობა, მაგრამ მეორეს უთქვა გახსენი. მოკლედ რაც ოთოს ახასიათებს ის გააკეთა. ხო, რასაც ველოდით მისგან. ფაქტია, ნამდვილად ბოლოს რევ მართალი. შეგვაჯანჯღარა. ვითამაშოთ ეს თემა ბოლომდე. გავლეთოთ. დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით ეს ცნობილი ისტორიული ფიგურა საკუთარ მეტსახელზე ძალიან გაბრაზდებოდა. თუმცა ერთი მოსაზრებით აღნიშნული მეტსახელი ახალგაზრდული სიმხნევის გამოვლენისთვის ეწოდა სინამდვილეში. მე ჯერ მეტსახელს წერდა მე უწერ მეფეს. 2 1 ეს არის რავი, ვინც მახსენდება ახლა რეგვენი, ბაგრატ რეგვენი იყო. ბაგრატ მეორე რეგვენი, კი ბატონო. ეს ორივე სწორი პასუხია. ეს არის ბაგრატ რეგვენი, ნამდვილად გაბრაზდებოდა რეგვენი, მაგრამ რეგვენი მაშინ თვათ იმ კონტექსტით არ გამოიყენებოდა. ახალგაზრდა უმწიფარს. ხო, ნიშნავთ. მართლაც მეორე იყო. ხო, მართლაც ბაგრატ მეორე რეგვენი. ეგ მახსოვს მეორე იყო. და ბოლოს შეკითხვა არის ასეთი. სოფლიოდან. ეს სოფლიოდან. ეს მცირე აზიური სამეფო პოლითეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს. რადგან იქ მცხოვრებ ყოველ ტომს საკუთარი ღვთაება ჰყავდა. ამის გამო მას ხშირად არა ხანგრძლივად მცხოვრები მცენარეების, არამედ 1000 ღვთაების ქვეყნად მოიხსენიებენ. ქვეყანა უნდა დავასახელო? სამეფო. სამეფო, ხო, შეიძლება. ეს მცირე აზიური სამეფო. ვიცი, ამაზე წინაური აბა გისმენთ, გვაჩვენეთ, კამერებსაც აჩვენეთ. პონტო. მე მეწერია ლიბანი, იმიტომ ლიბანის კედრი არის მრავალი ხავალ შეხედა. სინამდვილეში ამ სამეფოს სახელიდან გამომდინარე კი არ მოიხსენიებენ, არამედ 1000 ღვთაების ქვეყანას ეძახიან, იმიტომ რომ ეს არის ხეთების სამეფო. ხო. მაგრამ მას ხეთა სამეფოს არ ეძახიან, ასე ვთქვათ. ხეთა სამეფო არ არის. ხე უკვე და კონკრეტე და ლიბანის კედრზე ხო და მეც რაღაცა ნაძვი, ფიჭვი, კედარი. ხალხო, კაი იყო რა, რაღაცა დაძაბულობა იყო, რაღაცა გაბრძოლება იყო, ჟინი იყო და მე ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ თამაში. ძალიან. თამაში ძალიან სასიამოვნო იყო, მადლობა დიდი. მადლობა მოსვლისთვის, ოთო უნდა გადმოგცე. მე საჩუქრებით წავალდა. ჩემგან განსხვავებით. ექსტრასგან და PSP-სგან ეს პრიზები შენ და ძალიან ორმოსი მადლობა ექსტრას და PSP-ს. ტრადიციულად კარგი თამაშის ჩვენებისთვის. თავიდან ძიმეთ დავიწყეთ, ბუნებრივია, მაგრამ მე კი ბატონო. უცოტას გადასარევად ითამაშა. მოიგო აბსოლუტურად დამსახურებულად. დიდი მადლობა. ოჩახსვათა. მადლობა ჩემი მხრიდანაც, ძალიან სასიამოვნო თამაში იყო და მხოლოდ იმიტომ არა რომ მოვიგე. თუმცა ვერც იმას დავმალავ, ახლა მოგება სასიამოვნოა და განსაკუთრებით ოთოსთან მოგება ორმაგად სასიამოვნო, იმიტომ რომ მართლა არ ველოდი ეთერს გარეთაც ვილაპარაკეთ მაგაზე და ისეთი ფაქტია რომ ესაც შეგვიძლია საქართველოს ისტორიულ მოვლენებში ხო შემდეგ გადაცემებში მოიტანო კი თუმცა რასაც ველოდი ოთოსთან თამაშით და ოთოსთან ურთიერთობით ვერ მოიწყენ შესაბამისად თამაშიც ეგეთი გამოვიდა და მადლობა პირველ რიგში ოთოს რომ ესეთ კაი თამაში იყო და მე მადლობა თქვენ რომ შემოქმედებით გუნდს რომ ესეთ კაი თამაში გავაზრდოს. დიდი მადლობა მე დავამატებ ექსტრას, PSP-ს, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, მათი დახმარებით შედგა მაძიებლის მესამე სეზონიც აგერ უკვე 1 წლის განმავლობაში. მადლობა Click Production-სა და Heima Productions, ძალიან მაგრად გვეხმარება.
ყველა და თქვენს გვეხმარებით თუ თქვენ იწევთ ჩვენს არხს და იწონებთ და კომენტარებს გვიტოვებთ და გვეხმარეთ რომ უფრო გაძლიერდეს თაროთაობის არხი და ახალ-ახალი კარგი პროდუქტები შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა ყველას, გამოიწერეთ არხი. წავედით. ნახვამდის.